მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გამარჯობა ყველას. პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა ყველას ძალიან თბილი გამოხმაურებისთვის, TikTok-ზეც, YouTube-ზეც. და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ გადახვიდეთ TikTok-ის მეგობრები მთავარში, ჩემ მთავარ გვერდზე და იქ არის მითითებული ლინკი. რომელსაც დააწვევით და YouTube-ზე გადაგიყვანთ, სადაც არის ჩემი არხი და იქაც თუ გამომიწერთ, ძალიან დამავალებთ ამითი და ძალიან დიდ მადლობას გეტყვით ყველას. ისედაც დიდი მადლობა ყველას, რომ ესე კარგი გამოხმაურებით და დიდი სითბოთი უყურებთ ჩემს ვიდეოებს და მოგწონთ რაც მთავარია. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ხო, გადავიდეთ დღევანდელ გადაცემაზე და დღეს გვექნება არც თუ ისე სასიამოვნო ჩვენთვის თემა. აი ეს კვების პრობლემები სკოლებში და თან ფასიან სკოლებში რა. რომელიც არც თუ ისე იაფიჭდება წლიდან წლამდე და კაცმა არ იცის შიგნით რა და როგორ და რანაირად ხდება და როგორ აჭმევენ ჩვენ შვილებს და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმითი და მინდა ვთქვა, რომ მე პირადად, როგორც ასეთი, კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში, მე ესე ვიტყვი, რომ მე არ ვარ კერძო სკოლების მომხრე, ზოგადად რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ადამიანებს მიყავდათ და მიყავთ თავიანთი შვილები იმისთვის ამ სკოლებში, რომ მთავარი მოტივი და მთავარი მიზეზი, რის გამოც კერძო სკოლებში მიყავთ ბავშვები, არის ის, რომ იქ ბავშვობიდანვე ისეთი წრე ეყოლება, რომ მერე დიდობაში ის წრე რაღაცა შეძლებული ოჯახებიდან თუ როგორც არის რა. რაც არის აბსოლუტური ჩემთვის პირადად აბსოლუტური სისულელე, იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანები, ვინც ასწავლიან სკოლის სახელს არ დავასახელებ, ვინც იცით მიხვდებით, ვინც არა და ნუ არ არის აუცილებელი სკოლის სახელი დავასახელო რომელი სკოლაზე მაქვს ლაპარაკი რა. მაგრამ თბილისიდან წყნეთში უშვებენ ბავშვებს სასწავლებლად და იქ მთელი დღე იქ არიან და მერე იქიდან გვიან საღამოს ავტობუსით არიგებენ ბავშვებს. ეს ის შემთხვევაა, როცა არანაირი მნიშვნელობა არ ექნება სკოლაში რა წრე ეყოლება ბავშვებს. იმიტომ რომ სკოლის საათების გარდა იმათ შეიძლება საერთოდ აღარ ქონდეთ შეხება მერე ერთმანეთთან. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ საჯარო სკოლა არის ძალიან კარგი იმისთვის, რომ შენ შვილმა იცხოვროს რეალობაში. და რას გულისხმობ ახლა ამ რეალობაში რა? რომ მას უნდა ყავდეს ისეთი მეგობრები და ისეთი წრე ზოგადად, რომლებსაც შეაფასებს ადამიანობით და არა შესაძლებლობით. მას უნდა ყავდეს როგორც მდიდარი, ასევე საშუალო ფენის წარმომადგენელი და ასევე შეუძლებელი მატერიალურად, ფინანსურად ესე ვთქვათ, არაუზრუნველყოფილი ადამიანებიც უნდა ყავდეს სამეგობროში. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა, მას ასეთ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება. აი ზუსტად ისეთში, როგორიც არის რეალურად ეს ქვეყანა. და ეს ქვეყანა შედგება როგორც მდიდარი ფენისგან, ასევე საშუალო და ასევე ღარიბი ფენისგან. ვისაც არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა. მაგრამ მატერიალური შესაძლებლობის არ ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგი ადამიანი არ არის და ბევრზე ბევრად უფრო ჩამოყალიბებული და ბევრზე ბევრად უფრო განათლებული და ბევრად უფრო ზრდილობიანი და ბევრად უფრო ერთგული ადამიანები არიან, ხშირ შემთხვევაში ეგეთები, ვიდრე ის ადამიანები, ვინც
თავის ცხოვრებისეულ გზას ფულით ან რაღაცა გავლენებით იკვალავენ და მიდიან წინ. მე არ ვიძახი, რომ შესაძლებლობა მატერიალური არ არის საუცილებელი და საჭირო. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ყველაფერი ფულთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი. მეორე, მე არ მგონია, რომ კერძო სკოლებში ახლა დღეს რაღაცა ისეთი განსაკუთრებული პედაგოგები ასწავლიან, რომ სწავლის და ცოდნის მიღების გულისთვის ის რომ მათ ამ კონკრეტულმა პედაგოგებმა მისცენ რაღაცა გარკვეული ცოდნა ჩვენ შვილებს, ხო, ღირდეს ამხელა თანხა გადასახდებად. ეს ახლა წამოვიდა, აი რატო ყველა ეს ლაპარაკები ტელევიზიით, სადაც არის საუბრები, უფლებები, რაღაცა ეს არ უთხრა ბავშვს, იმიტომ რომ ასე იზავს, ის არ უთხრა ბავშვს, იმიტომ რომ ჩასჩება, ის არ უთხრა ბავშვს, რომ ეს არის ყველაფერი ჩემთვის, ჩემი გადმოსახედიდან არის ერთ-ერთი მარკეტინგული სვლა და გათვლა იმაზე, რომ შენ ჩათვალო, რომ კერძო სკოლაში უფრო დაცული იქნება შენი შვილი იმ გაგებით, რომ იქ არაფერი ისეთი არ მოხდება. მეორე ის, რომ იქ ეყოლება ის წრე, რომელიც შეიძლება მერე შემდგომში, როდესღაც გამოადგეს მატერიალური თვალსაზრისით უზრუნველყოფილი ხალხისგან შემდგარი წრე. მესამე ის, რომ გგონიათ, რომ საკვები ყველაფერი იქ შემოწმებულია და აბსოლუტურად გამართული და ყველაფერი იმის დონეზე არის გათვლილი, ხო, რაღაცა უმაღლეს დონეზე და სინამდვილეში ძალიან ბევრი ბავშვი გამიგია მე, რომ აი ესე იმის გამო რომ ცელქი იყო ბავშვი, გააგზავნეს ფსიქოლოგთან ატარებინეს მშობელს, რომ აი რატოა ცელქი თუ რა. ბავშვი ცელქი უნდა იყოს, პირიქით გეუბნებიან ფსიქოლოგები, რომ თუ ცელქი არ არის, პირიქით უნდა შეუწყო ხელი ისე, რომ გაცელქდეს, რომ და ესე აქტიური გახდეს ბავშვი და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი, მე მგონია, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ადამიანები, როცა ფიქრობენ, რომ წრის გამო და იმის გამო, რომ შეიძლება იქ მერე ვიღაცა ორი მეგობარი გაიჩინოს ფულიანი, აი ესე ფიქრობთ სამწუხაროდ. ხო? და შეძლებული წრე ყავდეს, მაგის გამო აი უკანასკნელ კაპიკებს იხდით იმაში, რომ და სინამდვილეში, ხო? თუ ბავშვს სწავლა უნდა, ეს მაქვს მაგალითად ჩემი რაჭაში ჩემი მეზობელია, რომელიც ჩვეულებრივი ნორმალურად მაცხოვრებელი ადამიანია ხა. რაჭაში მაცხოვრებელი, შეძლებული ოჯახი იმ გაგებით, რომ პური არ შეათ, არ წყურიათ, აცვიათ ყველაფერი, მაგრამ ესეთი შესაძლებლობა, რომ ბავშვი ახლა რაღაცა რეპეტიტორებთან ეტარებინათ და რაღაცები, არაფერი ესეთი არ ქონდათ ახლა მაგის შესაძლებლობა. და ამ ჩემი მეზობლის გოგომ ამბროლაურის სკოლაში ისწავლა, დაამთავრა, ჩააბარა უფასოზე, მოიგო დაფინანსება სახელმწიფო. ეხლა გაცვლითი პროგრამით იმყოფება გერმანიაში და იქ თავის პროფესიით, რასაც სწავლობდა აქ, იმაში ჩვეულებრივად იქ აგრძელებს უკვე სწავლას. საერთოდ კაციშვილი არ ყავდა ამ გოგოს დამხმარე, მაგრამ თავისი ინტერესით და თავისი აზროვნებით და ჭკუით მიაღწია ამდენს, ხო? ესე იგი, სკოლის არაფასიანობას არ ქონია აქ მნიშვნელობა. ხო? ამაზე შევთანხმდით, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა რას აქვს მნიშვნელობა კიდე მშობლებისთვის, ხო? აქვს მნიშვნელობა მეთოდიკას. აი მეთოდიკაში, ხო? აი ეს არ აუგზავნო, ის არ დაუშალო, ეს არ დაუშალო, ბავშვმა თავისუფლად იგრძნოს თავი, ზრდიან ჩვეულებრივ ანარქისტ ტიპებს, რომლებიც არასოდეს არავის არაფერში არც დაეხმარებიან და არც დაფასება არ ექნებათ არავისი არასდროს. არასდროს. თუ არა და დღეს ვინც ხართ პატარა ბავშვების მშობლები და ვინც ეგრე
10,000 ლარს და 20,000 ლარებს იხდით სკოლაში, ხო? გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს, როცა თქვენი შვილები დაამთავრებენ მაგ სკოლებს და რა პროფესიის გამოვლენ საბოლოო ჯამში და რას დაიჭერენ მაგ განათლებით ხელში, მაგას მე თქვენ თვითონ ნახავთ. მე ვარ მომხრე იმისი, რომ ბავშვმა იაროს საჯარო სკოლაში, სადაც სახელმწიფო გააკონტროლებს რაღაც დონეზე, იქ კვების თემასაც, იქ რაღაცებს, ისეთს, რომელიც აუცილებელია, რომ გაკონტროლდეს. და აუცილებელია, რომ ამას მიეცეს ყურადღება. გარდა ამისა, იქ ეყოლება ღარიბი მეგობარიც, მდიდარი მეგობარიც, საშუალოდ შეძლებულიც, ცოტა ისე რა შეძლებულიც, ყველანაირი მეგობარი ეყოლება და ყველანაირი ადამიანი ეცოდინება, რომ აი ესეთებიც არსებობენ, ესეთი ბავშვიც არის, რომ არ აქვს შესაძლებლობა და მოდი იქნებ დავეხმარო მე, მოუნდება, გაუჩნდება სურვილი. ხო, აი ვიღაცა ჩემ ბავშვობაში იყო ხოლმე ესე, რომ დახეული ფეხსაცმელი თუ ვინმე მოვიდოდა ხოლმე, მე კლასი რაღაცას ვიზავდით, ავაგროვებდით ისა ესა რაღაცა და უყიდით ახალს რაღაცას, რომ აი ჩვენ რო გვეცვა იმასაც, რომ სცმოდა იგივენაირი და ეს დამოკიდებულება არსებობდა და ეხლა მათ ჩემ ბავშვობაში ყველას უჭირდა აქ საქართველოს 5% თუ იყო მაშინ ფულიანი და დანარჩენი ყველა უფულო ვიყავით. ხო და ამაში არ არის საქმე. საქმე არის იმაში, რომ გგონიათ თქვენ, რომ აი სისუფთავეს და იმას და ამას და ბავშვი ვერ გამოვა გარეთ და ასე შემდეგ, სინამდვილეში ასე არ იქნება. სინამდვილეში არის ისე, რომ აგერ ვადაგასულ რაღაცებს აჭმევენ თურმე სკოლებში, იმას რა ქვია, თქვენ შვილებს, ხო? და ეხლა ატყდა ერთი ამბავი ამაზე. და დაიწყეს უკვე რაღაცეების გამოძიება, რომ აბა სხვაგანაც ხო არა და აბა ისე და აბა შევამოწმოთ და აბა რაღაცა კაცო გასაგებია, რომ აი რაღაცა ვადაგასულ პროდუქციაზე და იმაზე, რომელი კომპანიაც ამას აკეთებს, ციხე არ არის. მაგრამ როგორ ის კომპანია ეხლა ან წარმოება არ უნდა შეუჩერდეს, ან საერთოდ ის პიროვნებები, ვინც ამ კომპანიაში მუშაობენ, მაგათ საერთოდ უნდა შეუწყდეთ საქმიანობის უფლება. და ვეღარასდროს ვეღარ უნდა შეძლო გაგრძელება ახალი შეპესეთი ან ახალი ინდმეწარმეთი. აბსოლუტურად სულ მთელი ცხოვრება უნდა იყვნენ აი ესე. ადრე ვაგზალზე და იმაზე აი ცუდი საცხობები რო იყო ხოლმე რა, უცუფთაო და აი ბინძური და ისა, ხო? იმაშიც კი ცდილობდნენ ხალხი, რომ რაღაცა პროდუქცია მაინც შეეტანათ ისეთი, რომ ყველი ნორმალური შეეტანათ და ლობიო რაღაცები, რომ ხალხი არ მოწამლულიყო და ვიღაცას რაღაცა ცუდი არ საჩივარი არ დაეწერა ან რაღაცა ეგეთი. და ბავშვები, კაცო, ანუ შენ იმდენად უსისხლო ხარ, იმდენად შუბლის ზარღვი კი არა, ნუ შუბლიც არა გაქვს უკვე, რომ ესე შეგიძლია, რომ შეიტანო ვადაგასული პროდუქცია და აჭამო ბავშვებს. აი ბავშვებს შეგიძლია, რომ ეს გაუკეთო, გამიგე? და შენ ეხლა დაგიხურეს ერთი კომპანია და წახვალ მე გახსნი ახალ შეპესეს რაღაცას და ისევე იგივეს არიკადრებ? არიკადრებ იგივეს? იკადრებ, შენ აქამდეც იმდენი იკადრე უკვე, რომ შენ მაგასაც იკადრებ და მაგაზე უარესაც. გეხებათ თქვენ პირადად ვისაც გეხებათ რა, აი მომარაგებაში ვინც ახართ სკოლების თუ რაც ქვია მაგათ რა, არ ვიცი ხა მე. დისტრიბუცია ქვია, თუ რა ქვია რა, რომელი კომპანია საჭმელი, თუ რაც ქვიათ რა, მოკლედ. აი ეს ხართ თქვენ. ეს ერთი საკითხი, რომელიც მშობლებს გგონიათ, რომ კარგს აკეთებთ, რომ აი იმას კარგი წრე ეყოლება, მე რომ გაიზრდება შეძლებული ფენა თუ რაღაცა. ვის რა თუნდა შენი შეძლებული ფენა? შენ თვითონ ხარ შეძლებული? იმაზე დაფიქრდით რა. 10,000 ლარს რო იხდი თვეში,
გიფიქრია იმაზე შვილო რომ შეიძლება ისე გავიდა მთელი რამდენი წელია რაც დავამთავრე მე სკოლა, დაახლოებით 32 წელია თუ რაღაცა სკოლა დავამთავრე, თუ მეტი დაჟე. მოკლედ 99 წელს დავამთავრე სკოლა. ხო, არა. ხო. დაახლოებით ეგრე რა 20 წლამდეა რა სადღაც. მაგრამ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს 1999 წელს დავამთავრე სკოლა 1999 წლიდან დღემდე არც ერთხელ არ შევკრებილა ჩვენი კლასი არც ერთხელ არც სურვილი არ გამოუხატავს არავის რომ შევიკრიბოთო და არც მე არ მქონია სურვილი სიმართლე გითხრათ რა არ მქონია საერთოდ შეხება, განა იმიტომ რომ ცუდი ადამიანები არიან, ძალიან კაი ადამიანები არიან და სათითაოდ ესე რომ შევხვდე ქუჩაში ხა რომელიმეს ძალიან თბილად მივესალმები და ძალიან კარგად მივესალმები. მაგრამ არა მაქვს მათთან ურთიერთობა. არ მაქვს. არც ცხოვრებისეულ გზაზე არ გქონია გადაკვეთის წერტილი. ერთი გოგონა იყო, ჩემი კლასელი იყო და ერთად ვიყავით სკოლაში და ნუ მე იმ გოგომას თეატრალურში ჩააბარა, ოღონდ თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და ნუ იმას ხვდებოდი ახლა თეატრალურშიც და კი ბატონო. მაგრამ დანარჩენთან არც ერთთან არ მაქვს შეხება რა. ჩემი პარალელური კლასელი თორნიკე სოლოღაშვილი მაგალითად საუკეთესო ბავშვთა კარდიოქირურგია ადამიანი. მაგრამ არა მაქვს შეხება, იმიტომ რომ მერთმა mag კარდიოქირურგებს თუ რაღაცა მოკლედ დაჯილდოებაში ადერ ადამიანმა მაგათი რაღაცა პრიზი აიღო გასულ თუ შარშან წინ. საუკეთესო ექიმი. არა მაქვს შეხება, ნუ ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგად მე არასდროს ცუდი არავისთან ჩემს გუფელთან არ მომსვლია, ნუ თუ არ ჩავთვლით ღმა ბავშვობას, როცა ისე იწყებ რა ბიჭობას თუ რაღაცას და მაგ დროს შეიძლება ვიღაცასთან რაღაცა ისეთი მქონოდა რა რაღაცა შელაპარაკება რაღაცა და ისე არა აი არ მქონია არა მაქვს შეხება და თქვენ ამ წრეს თქვენ გონიათ რომ თქვენი შვილი გაიზრდება მერე და ეყოლება ის წრე რომ ფულიანი წრე და ვიღაცა და თუ ასე ფიქრობთ ეს შეიძლება არც მოხდეს არასდროს და თქვენ თვითონ არ იცით რას უგზადებთ მაგითი თქვენ შვილებს. რანაირ ცხოვრებას. იმის თქმა მინდა ჩემო კარგებო რომ საჯარო სკოლებში რაღაცა არსებული საერთო ჩარჩოები არსებობს ყველასთვის და საერთო რაღაცა არსებობს ყველასთვის და იმას ითვალისწინებენ შემოწმება არსებობს თუ შედის სახელმწიფოს ამოწმებენ იქ საჭმელი როგორია თუ როგორც არის რა მაგრამ აი ეს კერძო სკოლები ხო რაღაცეებში საერთოდ არ კონტროლდება ან ვერ კონტროლდება თუ როგორც არის რა მე ვერ გავიგე ეს ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე მთავრობასთან მაქვს მე პრეტენზია რა ანუ ესე მშობელმა უნდა დაგირეკოთ თქვენ და გითხრათ რომ გონი იქ ცუდი აქვს რაღაცა რომ ვიღაცასთან შეხვიდეთ და შეამოწმოთ ამ დონეზე არა გაქვთ უფლება რომ მიხვიდეთ და სკოლები ყოველ თვეში ერთხელ თუ არა ორ თვეში ერთხელ მაინც შეამოწმოთ რომ რა საჭმევენ ბავშვებს აი რანაირი ლოგიკა არის ეს და რანაირი დამოკიდებულება არის ეს ადამიანი რესტორანს რო გახსნის და კაფეს გახსნის მესამე კვირას და მე პირველივე თვეს შერბი ხართ. აბა ხასპი თუ გაქვს, მასპი თუ გაქვს, ეს თუ გაქვს, ის თუ გაქვს, აბა ვენტილატორი, ვაიმე აქ მტვერია რატოა? რაღაცა მადონა კოიძეები და ვიღაცები რომ დარბი ხართ ამ იმებს, რა ქვია, საცხობებში და იმებს, სკოლებში რატო არ დარბი ხართო? შენ გეკითხები კონკრეტულად მადონა კოიძეს, გეკითხები შენ. სკოლებში რატო არ დარბი ხარ? რატო არ ამოწმებ სკოლებს? თუ ფულს არ იხდიან იქ და მაგრამ გინდა რაღაც სკოლაში შემოწმება არა ისა. რო ჩამომიდგები აქ ვაგზლის იმასთან, რა ქვია, საცხობთან, ეგ მეც ვიცი რომ იქ არ უნდა ვჭამო. და არ ვიყიდო. რა თქმა უნდა შენი სამზარეულოში შერბენები და ისინი.
ჯერეთი ვინ დაგადგინა შენ მეტრად აქ სისუფთავის მეტრად, მაგრამ ნუ კაი ესე ხო აიღე შენ თავზე, ხო? სკოლებში რატო არ შერბი ხარ? რატო? მაგრამ ჯერეთი შენ რატო უნდა შერბოდი ამ შემთხვევაში მთავრობაზე მაქვს მე ლაპარაკი. ვიღაცა რო კაფეს გახსნის და მეორე დღეს დაეცემი თავზე და აბა ჰასპი თუ გაქვს დაცული და აბა ეს გახსნიდან 3 დღის ვადაში რატო არ არის გადაქცეული და რატო არის დღესაც ესე და რატო არა გაქვს ვადები მიკრული და რაღაცებს რო ესხმით აქ იმეებს, რა ქვია, საცხობებს და იმეებს, რესტორნებს და იმეებს თავზე, ხო? სკოლებში რატო არ შედიხართ, რატო? ანუ მე მშობელი უნდა შევიდე დავინტერესდე, გამიგე, ბავშვმა უკვე გული რო აერია ბავშვს და თავბრუსხოვები ქონდა და სისხლის ანალიზი რო 5 ჯერ გაუკეთე ერთ კვირაში. მერე რო დავინტერესდი რომ შევიდე იმაში, რა ქვია, სკოლაში იქნება რა საჭმევენ, შენ ბავშვს მეთქი და მე რო აღმოვაჩინე და მე დაგირეკე და მე შენ როდის მიხვედი, ხო? ანუ ჩემზე ხარ დამოკიდებული, რომ მე უნდა გითხრა რომ შედიო? მშობელმა? თუ არაფრის უფლება არ აქვს ბიძია და თუ ის შემოწმების უფლება არ აქვს. აქ არის ორი მომენტი, ან თქვენ თვითონ ხართ ამის იქიდან ფულს იღებთ, რომ არ შეხვიდეთ. გამიგე, რომ არ შეამოწმოთ, ან ეს თემა, ან არა და არ გაქვთ უფლება. თუ არ გაქვთ უფლება, რატო არ გაქვთ უფლება და თუ ეს კანონი არ არსებობს, რომ ყველგან შეხვიდეთ და კვების ობიექტი შეამოწმოთ, ხო, მაშინ აბა რას მიკეთებთ? რო გამომიდექით აქ და ყველა ციხეში უშვებ და ზოგს რაზე, ნუ გასაგებია. ხო, იმას რატო არ ექცევა ყურადღება, კი მარა. აქ ორი მომენტია. ან თქვენ გაქვთ მაგიდან ინტერესი, კვების თუ რაღაცის რაც ხართ რა, ვინც ამუისაც ეხება ეს. ან თქვენ გაქვთ მაგიდან ინტერესი და იქიდან იღებთ ფულს, რომ არ შეხვიდეთ შესამოწმებლად და დახუჭოთ თვალი, რაც რო დამტკიცდეს პირიქით, ყველა თქვენი თანამშრომელი არის მოსახსნელი სამსახურიდან, ესე იგი. ფაქტი არის ეს. რას ქვია, ვადაგასული პროდუქცია იდო იმაში, შემოგივა ჰასპი არა გაქვს დაცული, არაჟანი რო გახსენი დღეს, 2 დღე აქვს გახსნიდან 2 დღის მერე უკვე აღარ შეგიძლია ის არაჟანი გამოიყენო. და მაგაზე რო დაგინახო რომ ის რა ქვია, თარიღი არა გაქვს მითითებული, როდის გახსენი და რამდენი დღეა გასული და რაღაცა, ხო? ჯარიმას გიწერენ კაფეში და რესტორნებში და იმაში. კი ბატონო, უნდა იყოს ეგრე, გეთანხმებით. რაზეა ლაპარაკი? კი ბატონო. ეგრე უნდა იყოს. მაგრამ მარტო რესტორნებში და კაფეებში კი არა, კაცო. უნდა იყოს სკოლებშიც. ანის კომპანიები, რომლებსაც შეაქვთ უკვე დამცვარი პროდუქცია, ტკბილი ქვეყანა, რაღაცეები ხო არის? ეხლა მე მაგალითისთვის თქვი ტკბილი ქვეყანა თორე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, თუ სუფთად ამზადებენ და კარგად ამზადებენ, კაცო, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას. არ ვიცი და იმიტომ უბრალოდ ეხლა რა კომპანიაც უცბად მომადგა თავში, ეგრევე თქვი უბრალოდ. ხო? ანის კომპანიები გვანახა ვინ მე როგორ აკეთებენ, რანაირად აკეთებენ, სად მუშაობენ, როგორ მუშაობენ, რა სისუფთავეა იქა? ან შენახვის ვადები და თარიღები და ისინი იქა დაცულია ყველაფერი? ესე გამოდის რომ საჩივარი მე თუ არ დავწერე მშობელმა, გამიგე? რომ მიდით და შეამოწმეთო. არ მიდიხართ ისე შესამოწმებლად. აბა რანაირად თო 6 თვის უკან გაუვიდა ვადაო იმ ქათმის ხორცო, რომელიცო იქ იყო. გამიგე? და იმის მერე 6 თვია გასული და კიდე ის ქათმის ხორცი ქონდათ იქ. ესე იგი გამოდის რომ 6 თვე არ შესულხართ თქვენ იქ. არც 6 თვის წინ არ შესულხართ. რომ შეგემოწმებინათ. თორე ხო აღმოაჩენით რომ იმას გაზდის ვადა ზეგ და ზეგის მერე ეს ხორცი აღარ ვნახო აქ. თორე შემოვალ შეგამოწმებ. იტყოდით მაინც ალბათ. მე მგონი რა ვიცი, აბა
მაგარი ორი მომენტი, ან შეგნებულად არ შედიხართ შესამოწმებლად და ამაში ფულს იღებთ, ჯიგრებო, ვინც ახართ მანდ, კვების ეროვნული სააგენტო თუ რა გქვიათ რა, რაც გქვიათ მოკლედ. ან არა და არასრულებთ თქვენ სამუშაოს, ბიძია და ტყუილა იღებთ ხელფას. ეხლა თქვენ თვითონ არჩიეთ, რომელი არის, რომელი ჯობს, ის რო ხთამს იღებთ და მისანაც რო თვალს ხუჭავთ, თუ ის რო არ მუშაობთ კარგად. ერთიც ცუდია და მეორეც, ერთისთვის სამსახურიდან ხართ გასაგდები, მეორესთვის დასაჭერები ხართ. ამიტომ ეხლა ის თემა რომ მე წავიკითხე მე ახლა კონკრეტულ სკოლაზე არის რაღაცაზე ლაპარაკი საუბარი რომ აი სკოლამ რაღაცა მე შესთავაზა რომ თითქოს 1 წელიო უფასოდ ისწავლონო ბავშვებმა. 1 წელი რანაირად უნდა ისწავლონ უფასოდ, თქვენ დალოცვილებო. მასწავლებლებს როგორ უხდი ხელფას 1 წელი უფასოდ რო ასწავლოს. კრედიტს აიღებ? ან მე რა ვიცი 1 წლის მერე შეასწორებ მაგას? რა ვიცი, აბა? მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმ სკოლაში კიდე ხო დაყავთ, დღესაც დაყავთ ბავშვები. და იხდიან, აგზელებენ ესე. რა ვიცი, ესეთი რაღაც არ გამიგიან, რომ განათლების სამინისტრომ მაგ სკოლას ჩვეულებრივად უნდა შეუწყვიტოს ლიცენზია სწავლების და დახურონ ეგ სკოლა. რა თუნა ეხა მაგას ზედმეტი ლაპარაკები, რომ არავის ჯინი არ ამჭირს მე და არავისი ის არა მაქვს, რა ქვია, მიკერძოებულობა არ მალაპარაკებს მე. სუფექებზე მკიდია ყველა ეს კერძო სკოლა რა, აბსოლუტურად. არ მაინტერესებს და იმიტომ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ფულის ხდა იმაში, რასაც ისედაც მიიღებს ბავშვი ჩვეულებრივი საჯარო სკოლიდან, ხომ? მაგას მიჩვენია ის 10,000 ლარი ყოველ წლიურად გადავდო ჩემი შვილის ანგარიშზე დაუგროვო ფული და რო გახდება სრულწლოვანი დაახლოებით 150,000 ლარი დახვდება ანგარიშზე. თვითონ და მე თვითონ მოიხმაროს გინდა ბიზნესი წამოიწყოს, გინდა ისე დახარჯოს რაც უნდა ის უხნია. მე ესე ვფიქრობ. მაგრამ თქვენ ესე ფიქრობთ, ვინც ეგრე ფიქრობთ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კაცო და ღმერთმა გაგიმარჯოთ, მაგრამ უბრალოდ ფაქტი ის, რომ თურმე ეს ბავშვები ყოველდღიურად იწამლებიან ამ სკოლაში და ამ მოწამვლის საფასურად შენ ართმევ ხალხს 10,000 ლარს წელიწადში, ხომ? ანუ ეს გამოდის 10 თვეა სწავლა სკოლა, ხო? 10 თვე სწავლა და ანუ თვეში გამოდის 1000 ლარი თითო ბავშვიდან. დარწმუნებული ვარ 10 ბავშვზე ნაკლები თითო კლასში არ არის და კლასები და თუ ორი პარალელური არ არის კიდე, ხომ? ამიტომ გაამრავლეთ ეხა რამდენი 1000 ლარი გამოდის ყოველ თვე. გაისტუმრე აქედან ის რა ქვია, მასწავლებლების ხარჯი დაახლოებით მე-4-დი. დასუფთავების ხარჯი დაახლოებით მე-4-დი კიდე. ხომ? და კვების კიდევ მე-4-დი. მაინც იმხელა თანხა გრჩებათ ძალიან დიდი. ნუ გასაგებიც არის, ეს ბიზნესია, ხო, ჩვეულებრივად ბიზნესია რა, მე მაგ გეუბნები, მე მოკიდი შენ განათლებას სისუფთავით, ამით ამდენად. და შენ ხარ თანახმადე, კი ბატონო, იხდი და მიყავს შენი შვილი, იმიტომ რომ გგონია რომ სუფთა საჭმელი იქნება, სუფთა დერეფნები, სუფთა ტუალეტები, დეზინფექციას რაღაცებს გაუკეთებენ და თქვენი შვილი არ დაავადდება და მოვა სახში ჯანმრთელი, ხო? ამის სანაცვლოდ რა, თურმე არაფერი, არც ისეთი სისუფთავეა თურმე საჭმელს საწამლავს აძლევენ ამ ბავშვებს და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი, აბა ცოტა დასაფიქრებელია ეგ ამბავი რა, საერთოდ, ამ კერძო სკოლების ამბავი რა და სახელმწიფო კიდე რა, ცოტა იაქტიურეთ რა, კერძო იმაში კომპანიებში და კვების ობიექტებზე კარგად მირბიხართ ხოლმე ყოველთვის ბოლოს და ამოწმენთ, ეგ გამწოვი მუშაობს, არ მუშაობს, აბა ეხლა ის რა ქვია, ცხიმიანი ხო არ არის ესა, აბა დასუფთავებული არის თუ არა კაფეებს და რესტორნებს და იქ რატო არ მიდიხართ, კაცო? კიდევ ვიძახი, ორი ვარიანტია, ამ ფულს იღებთ და ჩვეულებრივად ხუჭავთ თვალს.
რაც ძალიან ცუდია, ან ვერ ასრულებ თქვენ სამუშაოს. აბა როგორ კაცო, 6 თვის წინანდელი ვადაგასული პროდუქცია ეწყო იქო. ესე იგი გამოდის რომ 6 თვი არ შეგიმოწმებია შენ ეს სკოლა, კაცო. მინიმუმ, ანუ მე ვამბობ იმ ვადებს, რაც ამოიღეს იქიდან და თქვენს რომ აი 6 თვის წინ გაუვიდაო ამ ქათმის ხორცო ვადაო. ნუ ეს იმ სკოლაზე რასაც მეტყველებს ხო გასაგებია, ხო? ნუ როგორ არ შეამოწმე შენ, როგორ არ დაინტერესდი ვადებით და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ შენ 6 თვი არ შეხვედი ობიექტზე შესამოწმებლად, კაცო? ან შეხვედი და ფული აიღერო, თვალი დაგეხუჭა. всё, აქ მეტი სხვა ვარიანტი არ არსებობს. სხვანაირი შანსი აქ უკვე არ არის, ან ერთია, ან მეორეა. ერთისთვის სამსახურიდან ხარ გასაგდები, მეორესთვის დასაჭერი. всё, ეს არის ფაქტი. ფაქტი არის ეს. ხო და მიმაჩნია რომ აი ესეთი რაღაცეები ხო ძალიან კარგად უნდა მოწმდებოდეს რა. სახელმწიფო სკოლებში როგორც არის რაღაცეებზე შემოწმებები ეხლა და რაღაცეების კონტროლი, ხო? იმაზე სამჯერ მეტი უნდა იყოს კერძოებზე. იმიტომ რომ იმაში ხალხი იხდის სიმწრით ნაშოვნ ფულს და თან ძვირს ძალიან ძვირს. და სანაცვლოდ იღებენ არაგანათლება, არასისუფთავე, არასაკვები, არადამოკიდებულება, მე ესეთი მეთოდიკა მაქვს, რომ ჩვენ ზრდით რაღაცა შვაინშტაიგერის მეთოდით, რომელიც შვაინშტაიგერი ასწავლა გერმანიაში. გერმანელს და ქართველს ერთნაირად შეიძლება ერთი და იგივე რაღაცა მოერგოს? ვერ მოერგება, მენტალობაა სხვა, ყველაფერი სხვა არის. ოღონდ უცხოური გვარი იყოს რაღაცა, რომ აი ჩვენ ზრდით რაღაცა შვაინშტაიგერით თუ რაღაცა, ჩვენ ზრდით რაღაცა მარკუს ფონ დერ ლაიენ გვარienis მეთოდით თუ რაღაცა, ოღონდ რაღაცა უცხოური სიტყვა იყოს და всё, ეგ მეთოდი არის კარგი. 80%-მა არც კი იცით ვისი მეთოდია ეგა, ვინ იყო, რატო და საიდან შეიმუშავა ეგ მეთოდი და აზრზე არ ახარ საერთოდ რა არის ეგა, ვარგა თუ არ ვარგა ეგეც. ბოდიში ჩემი აღებებისთვის რა ძალიან არ მიყვარს მე ზოგადად როცა ესე მდგომარეობიდან გამოდივარ ხოლმე, მაგრამ უბრალოდ რაღაც უკვე ძალიან აუტანელ სიტუაციაში გადადის რა, უკონტროლებლობა იმისი, რა ქვია, სისუფთავის და რაღაცა ელემენტარული რაღაცეების, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის პირველ რიგში, ხო? აი ეს სხვა არის, ვიღაცა ისწავლის იქ კარგად, არ ისწავლის, გამოვა რაღაცა, არ გამოვა რაღაცა, ეს კაცო თვითონ მიხედავს ყველა თავის თავს ბოლოს რო დაამთავრებს სკოლასაც და რაც გამოვა თვითონ დააბრალებს თავის თავს, მაგრამ მე იმას დავაბრალებ, რომ აი როგორ კაცო, შენ დირექტორი ხარ თუ ვიდა ხარ, როგორ შენ არ იცოდი, რომ შენ სკოლაში ვადაგასულ პროდუქციას ყიდი და ვიღაცა არ იცოდი? დასაჭერი ხარ, ჩვეულებრივი და დასაჭერი ხარ. რა ის ერთი წელი უფასოდ გასწავლით ხალხო, თუ რაც თქვი, რაც მომბოდა, რა ვიცი, მაგ სკოლაში. დასახური არის ეგ სკოლა და ეგ კაცი არის დასაჭერი. ჩვეულებრივად. მაგრამ რახან არ არის ამაზე არც არ იჭერენ თუ რაღაცა, მარტო აჯარიმებენ თუ რაღაცა. ხომ? ესე იგი რაღაცა ახალია მისაღები. ეს უკვე მთავრობას ეხება. კიდევ ვიძახი. დღეს რო წავიდე მე და კაფე გავხსნა, ჰასპი თუ არ მექნება დაცული, და ჯარიმებს დამიწერენ. ვინც არ იცით ეს ჰასპი რა არის? ეს არის რაღაცა ნორმები, რომლის მიხედვითაც უნდა გქონდეს შენ აწყობილი შენი სამზარეულო რა, კაფეში თუ ბარში თუ რესტორანში არა აქვს მაგას მნიშვნელობა, უნდა იყოს დაცული ტემპერატურები, გახსნის ვადა და თუ ვერ გამოიყენე იმის უნდა დალუქო და
მე რაღაც სპეციალური სამსახურია და მოვიდნენ იქ და იმათ უნდა მიცე და ნაგავში არ უნდა გადაყარო და ნუ მოკლედ მთელი ამბებია სტრუქტურა არის რა ეს ხასპი ეს განაცუდია კარგია მაგრამ ანუ მე რომ აღჩობდა ყოველ მეორე კვირას მამოწმებ და ცდილობ რომ რაღაცა მიპოვო და აუ იმაზე წამომიკიდო და ჯარიმები მახდებინო მე ხო სკოლაში არ შედიხარ ბიჭო იქ შეიძლება შენი შვილიც არის ხო შეიძლება შენი შვილი სწავლობს იმ სკოლაში არ დაინტერესდი მაინც რა საჭმევენ ამ ჩემს შვილს მოკლედ ძალიან ცუდი ამბავია და ძალიან ცუდი ფაქტია ეს და ძალიან კარგი რომ გასკდა ესე და ვიღაცა მშობლებმა მოითხოვეს რაღაცა და მშობლებმა მაინც დაწერეს განცხადება და იმის საფუძველზე მე შევიდა ვიღაცა და შეამოწმა და თურმე ესეთი ამბავი ხდებოდა ხო მაგრამ კაცო მე მშობელი ვარ მილიონს სხვა რაღაცა საქმეზე მაქვს საფიქრალი ხო გარდა იმისა რომ სამსახური გარდა იმისა რომ სკოლის ფული ვიშოვო სიმწრით რომ გადაუხადო ჩემს შვილს რომ გონია რომ კარგად დილას ვასწავლი გარდა იმისა რომ სახშიც თუ ერთი შვილი არ მყავს და ორი მყავს მეორეც მისახედია ხო მეუღლეა მისახედი ჩემი თავია მისახედი ბევრ რამეზე მაქვს საფიქრალი ფული საიდან ვიშოვო აბა იმაზე მეტი ვიდრე და ასე შემდეგ ხო ამის გარდა იმაზეც უნდა ვიფიქრო თურმე ჩემს შვილს ეხლა იქ ნორმალურ საჭმელს საჭმევენ თუ არ აჭმევენ 10,000 ლარიან სკოლაში და სუფთა იქნება იქ თუ არ იქნება სუფთა ის რა ქვია შენობა მე ჯერ ჩემი შვილი არ არის სასკოლო ასაკში და ჯერჯერობით არ მქონია სკოლასთან შეხება ამ ხრივ რა ან ჩემი შვილი ჯერ არ არის სასკოლო ასაკის მაგრამ მოუწევს ახლა სასკოლო ასაკი 2 წელიწადში და მომიწევს შეყვანა და უნდა შევიყვანო ისეთ სკოლაში საჯარო უნდა ვიპოვო საჯარო სკოლა აქვე ჩემს უბანში ისეთი რომ ნორმალური გარემო იყოს სისუფთავე მეტნაკლებად ესა რომ ადამიანურად ისწავლოს და ხელი არ შეეშალოს რაღაცეებში და მე მიჩევნია უკვე ესე დავრწმუნდი რომ სახში გაუკეთო საჭმელი და ჩაუდო ბავშვს და გაატანო სკოლაში და ის სახში გაკეთებული საჭმელი ჭამოს ვიდრე უკვე ეგეთი შთამბეჭდილება მრჩება რა და მესამე რაზეც მინდა რომ თქვა ორიოდე სიტყვა სახელმწიფო ეს ადრე გადაცემებშიც ამაქვს ნათქვამი მაგრამ ეხლა გავიმეორებ კიდე ძალიან გთხოვთ დაფიქრდით ამდენი ინვესტიციები შემოვიდა, იმდენი ინვესტიციები, ამდენი ფული ვიშოვეთ, იმდენი ფული ვიშოვეთ, აი ეხლა გამოჩნდება რა იშოვეთ და როგორ იშოვეთ. დროა, რომ საჯარო სკოლებში შეიტანოთ კვება. ერთჯერადი მაინც. სკოლებში შეიტანოთ კვება, ერთჯერადი მაინც. რომ არც ერთი ბავშვი არ იყოს სასწავლო პროცესის განმავლობაში მშიერი. ამაში შეძლებული შედის, შეუძლებელი შედის და ყველანაირი ფენის, ანუ მატერიალური ფენის ადამიანი შედის. ამიტომ აუცილებელია, ეს არის აუცილებელი. აუცილებელი სკოლაში უნდა იყოს კვება, ოღონდ გაკონტროლებული, წესიერი, სუფთა და ერთხელ აჭამეთ ბავშვებს სკოლაში, რომ მშიერი არ იყოს ბავშვი. ეს აუცილებელია. იმედია რაღაცას შეისმენთ რა ჩვენს როგორც მშობლების თხოვნას და გაითვალისწინებთ ამას რა ეს რა უბედურებაა კაცო ამხელა ფულს იხდიან ადამიანები გამიგე და თურმე იხდიან ნაგავში. მოკლედ მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოხატო და თქვა რომ ბავშვებს ნუ მიაძალებთ ამ ფასიან სკოლებს. იმიტომ რომ არც ისია საქმე თქვენ რო გგონიათ. კიდევ ვიძახი შეიძლება ისე გავიდეს მთელი თავის ცხოვრება ისე და გაატაროს თქვენმა შვილმა მე რომ არც ერთ მათგანთან აღარ ქონდეს კონტაქტი თავის მთელი ცხოვრების განმავლობაში და მანძილზე.
ისნიდან რომ ბავშვს იმაში წყნეთში გაუშვებ და ბაქსვუდში სწავლობს თუ რაღაცა სკოლები ხო არის იქ რაღაცა ევროპული იმისი ამისი რაღაცები ხო არის ხო იქ სწავლობს წყნეთში რო წავა ადამიანი ისნიდან და იქიდან მე აქ ჩამოვა ხო რანაირად ექნება იმას თავის კლასელებთან შეხება გარდა სკოლისა ვერ ექნება ფიზიკურად ვერ ექნება შესაბამისად ეს თემა არის ძალიან ტყუილი რა. შეიძლება 1-2 მეგობარი ვიღაცა შეშჩეს, მაგრამ ძირითადად მაინც ესეა რა. მინდა რომ აი ესეთი მაინც პოზიტიურად დავამთავროთ ეს ამბავი და იმედია მიექცევა ამას ყურადღება, იმედია უფრო მკაცრად გაკონტროლდება სკოლები და ისეთი დაწესებულებები, სადაც ბავშვებს აქვს შეხება და განსაკუთრებით კვებას ეხება ეს. რომ კვება პირდაპირ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და სისუფთავე პირდაპირ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. всё. მინდა გისურვოთ ბედნიერი დღე ყველას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც გამომიწერეთ TikTok-ზე და YouTube-ზე და TikTok-ის მეგობრებს მინდა გთხოვოთ რომ გადაბრძანდეთ ჩემს მთავარ გვერდზე TikTok-ში და იქ არის ლინკი ჩემს სახელს ქვეშ არის ლინკი და იმას დააწვევით და მე YouTube-ზე გადაბრძანდებით და იქაც YouTube-ზე დააწექით subscribe ესე აწერია კნოპკა subscribe და მე მონიშნეთ იქ პატარა ზარი რომ ყველა ჩემი დადებული ვიდეო შეგახსენებთ რომ აი მე დავდე რაღაცა ახალი ვიდეო და თუ ამაში გვერდში დამიდგებით ძალიან დამავალებთ და ძალიან დიდ მადლობას გეტყვით ყველას. მინდა რომ გისურვოთ წარმატებული დღე, ჯანმრთელობა თქვენ შვილებს, თქვენ და რა ვიცი, მე მგონია საფიქრალია ამ თემაზე რა. რომ გჭირდება კი ჩვენ ამდენი კერძო სკოლა, ან განარასასწავლიანი იქ ისეც, რომ ამ ხელათანხები იხადოთ. მაგას ჯობია რომ ჩვეულებრივ სკოლაში ასწავლოთ და ის ფული დაუგროვოთ და მე როცა იქნება გახდება 18 წლის იმპულს მისცემთ და თვითონ ბინაც ექნება, ბიზნესიც ექნება და რაც მომხდება ყველაფერი თვითონ ექნება. იმ ხელათანხებზე მიდის საუბარი მან საბოლოო ჯამში. და გამოდის რომ ჰაერში ყრით ამას რა, ჰაერი ფაქტია. მინდა წარმატებული დღე გისურვოთ ყველას, ღმერთი გფარავდეთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე.